როცა ოქტაგონის შუაგულში დგახარ და შენი სუნთქვა იმაზეც კი გადაწყდება, რამდენად კარგად წაიკითხავ მოწინააღმდეგის ენერგიას, იქ იწყება ნამდვილი ომი. დღეს სწორედ ასეთ ბრძოლას ვეხებით. გასულ ღამეს ალექსანდრე ტოპურიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ UFC-ში შემთხვევით არავინ დგას. მისი დუელი ბეგზად ალმახანთან იყო არა მხოლოდ ტექნიკური ბრძოლა, არამედ ფსიქოლოგიური ჭიდილიც. ბრძოლა, სადაც ყოველი ნაბიჯი გათვლილი უნდა ყოფილიყო. ალექსანდრე არ ჩქარობდა, არ რისკავდა ზედმეტად, მაგრამ ერთმანეთს კი ორივე ბოლომდე კითხულობდნენ. და როცა დრო მოვიდა, ტოპურიამ ზუსტად გამოიყენა ის, რითიც ცნობილია. სიზუსტე, რიტმის წართმევა და მოწინააღმდეგის დაშლა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ახლა კი გადავიდეთ დეტალურ, ანალიტიკურ განხილვაზე, სადაც ვნახავთ, როგორ მართა ტოპურიამ ეს ბრძოლა ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად. ალექსანდრე ტოპურია ყოველთვის იწყებს ბრძოლებს ზომიერად. თითქოს პირველ წუთებში ხელიდან უშვებს ინიციატივას, მაგრამ სინამდვილეში თითოეულ მოძრაობას მკაცრი დანიშნულება აქვს. სწორედ ამას ვხედავთ მისი მეორე შეხვედრისას UFC-ში, სადაც მას წინ ძალიან გამძლე ჭკუათამყოფი და ტექნიკურად გამოცდილი სტრაიკერი ბეგზად ალმახანი ედგა. პირველი წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ ალმახანი სისწრაფეზე იყო აწყობილი, მის ხელებში იყო მკვეთრი აფეთქება, გარფა მოძრაობებში ისეთი რიტმი, რომელიც იშვიათად იჭრება, მაგრამ ტოპურიასთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის არის so-called slow starter. მებრძოლი, რომლის მთელი სტრატეგია პირველ ეტაპზე დაკვირვებასა და მოწინააღმდეგის ნაკლოვანებების ამოცნობაზეა აგებული. ამიტომაც იყო პირველი ასალტო ისლელი ტაქტიკური. ალექსანდრე ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა მის წინ მდგომ მებრძოლს, როგორ გადააქვს წონა, როგორ ეცვლება სვლა, რომელ მომენტში ხურავს გარდს და რა კუთხით ამთავრებს ჯებს. ამ ჩუმ დაკვირვებას ხშირად ვერ აფასებენ, მაგრამ სწორედ აქ იწყება გამარჯვება. ტოპური არასდროს ეცემა პანიკას, არც მაშინ, როცა მოწინააღმდეგე 1000-ნაირ კომბინაციას უტანის. ის უბრალოდ იღებს ინფორმაციას და მერე იყენებს. ალმახანი, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად და აგრესიულად დაიწყო, ვერ შეძლო ალექსანდრესთვის სივრცის მოცილება. ტოპურიამ აიძულა, რომ მისი თამაშით ემჟიღეს, მან წაართვა დისტანცია, შეამცირა მოწინააღმდეგის კადენცი და აიძულა, რომ უფრო უხეში გაცვეთილი კომბინაციებით ემუშაოდა. და მერე იყო ის მომენტი, რაც ბევრისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ალექსანდრემ ორჯერ იდეალური დროით ჩასვა მარცხენა ჯები. ერთი შეხედვით უბრალოდ დარტყმა, მაგრამ რეალურად დისციპლინის და ტექნიკის კულმინაცია. ამ ლაკონურმა მოძრაობამ ტოპურიას მისცა არა მხოლოდ ქულები, არამედ მოწინააღმდეგის ტემპის სრული კონტროლი. როცა ბრძოლა მეორე ასალჯე გადავიდა, უკვე აშკარად ჩანდა, რომ ალმახანი ნელდებოდა, მისი თავდაპირველი ენერგია ილეოდა და მაშინ გამოჩნდა ის, რასაც ალექსანდრე წლები ავითარებს არენაში და ტრენინგებში, მშვიდი აგრესია, სტაბილური ზეწოლა და სწორ მომენტში ძალის მაქსიმალური ჩადება. მისი მარჯვენა ხელიც, რომელიც თითქმის ყოველთვის ჩუმად მუშაობს, სუნთქვასთან ერთად მოძრაობს და ელოდება იმ ზუსტ წამს, როცა მოწინააღმდეგე შევა არასწორ კუთხეში. ალექსანდრეს კიდევ ერთი უპირატესობა იყო ის, რომ დაჭერილი დისტანციის ყველა მცდელობა დაშარა ფეხის სწრაფი გადაადგილებით და როცა საჭირო გახდა, შეიყვანა ბრძოლაში მოჭიდავეგება. მისი პროჯექშენი არც უეცატი იყო და არც გადაჭარბებული, უბრალოდ ბუნებრივი. თითქოს წყალი ჩამოედინებოდა ფერდობზე, ისე მარტივად წაიყვანა მიწაზე ბეგზადი. ეს იყო სტრატეგიული განცხადება, თუ სახეზე ვერ მოგსპავს, სხვაგან გადაგიყვან და იქ დაგამთავრებ. ტოპურიას იუჯიცუს გამოცდილება ხომ ყველასთვის ცნობილია და ალმახანმაც ეს ზუსტად იცოდა, ამიტომაც მიწაზე ყოფნა მისთვის არაფრით არ იყო სასურველი. რაც უფრო წინ მიდიოდა ბრძოლა, უფრო მკვეთრად ჩანდა, რომ ბეგზადის ძალებს კარგავდა. მისი თავდაპირველი აგრესიული ტემპი მხოლოდ ხანმოკლე აფეთქებებად დარჩა. ალექსანდრე კი პირიქით უფრო შეკრებილი იყო, უფრო ზუსტი და უფრო ცივი. და როცა მესამე ასალტი დაიწყო, ტოპურია უკვე სრულად აკონტროლებდა არა მხოლოდ დისტანციას, არამედ თავად ბრძოლას ფსიქოლოგიურადაც. მას ორი ძლიერად ჩასმული კროსი ჰქონდა, რომლებმაც აშკარად შეარყიეს ალმახანი. ერთი წამით ყველა ჩვენგანი ელოდებოდეთ ნოკაუტს და თუ ეს არ მოხდა, ის იმიტომ არა ბეგზადი ერთ-ერთი გამძლე მებრძოლია, რომელიც დღევანდელ ოქტაგონში ემოდის. ალექსანდრე მისევ გააგრძელა ზეწოლა, მაგრამ ზედმეტად არ იჩქარა. მას არ სჭირდებოდა გაუთვლელი რისკი. ბრძოლა უკვე მის ხელში იყო. ტაქტიკა, სცენარის და ყველა მომენტი, რომელიც ქულებზე გადიოდა. ამიტომ გამარჯვებაც იყო დამსახურებული და ერთხმად დაფიქსირებული. მაგრამ ახლა როცა ბრძოლა დასრულებულია და ალექსანდრეს ანგარიში UFC-ში 2-0 გახდა, ჩდება უფრო დიდი კითხვა, რომელიც ბევრმა არ გამოთქვა ხმამაღლა, მაგრამ ყველას გონებაში ჩაიარა. თუ ალექსანდრე ტოპურია უკვე ასე სტაბილურად ანადგურებს გამოცდილ სტრაიკერებს, მაშინ ვინ არის ის, ვინც მას შემდეგ დაუდგება გზაზე? და მზად არის კი ოქტაგონი იმისთვის, რაც მისი სტილის კიდევ უფრო განვითარებას მოყვება. თუ პირველ პოლკაში დეტალურად გავარჩიეთ, როგორ წარმართა ალექსანდრე ტოპურიამ ბრძოლა ბეგზად ალმახანთან, ახლა უფრო ღრმად შევხედოთ, როგორ გამოიყურება მისი სტილი დიდ კონტექსტში და როგორ შეიძლება განვითარდეს იგი UFC-ს უფრო მაღალი დონის ოპონენტებთან დაპირისპირებისას. ტოპურია არ არის მხოლოდ ტექნიკური მებრძოლი. მისი ყველაზე დიდი იარაღი ის ფსიქოლოგიური სიმშვიდეა, რომელსაც იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდა სპორტსმენებში. როდესაც ალექსანდრე დგას ოქტაგონში, მის მოძრაობაში არ ჩანს პანიკა, ზედმეტი ემოცია ან იმპულსური გადაწყვეტილება.
ეს სიმშვიდე ნიშნავს, რომ მას შეუძლია ბრძოლა წაიყვანოს იმ გზით, რომელიც თვითონ სურს და მოწინააღმდეგე აიძულოს მის ტემპს, დაგეგმვას და რიტმს დაემორჩილოს. ხშირად სწორედ ეს არის ალექსანდრეს ყველაზე დიდი უპირატესობა. არა უბრალოდ დარტყმის ძალა, არა ვრესტლინგის დონე და არც იუჯიცუს გამოცდილება, არამედ ბრძოლის კითხვის უნარი. ის წამში ხედავს იმავე დეტალებს, რასაც ზოგიერთ მებრძოლს მთელი რაუნდის განმავლობაში გაუჭირდება. ფეხის წონის გადატანა, ბალანსის დაკარგვის წამიერი მომენტი, გარდის გახსნა მილისეკონდით ან ხაზის უკონტროლო გაწევა. ბეგზად ალმახანის წინააღმდეგ სწორედ ამაზე ააგო მთელი ბრძოლა. მას არ დასჭირვებია ათობით დარტყმის სროლა. საკმარისი იყო რამდენიმე იდეალური წამი და ამის შემდეგ ალმახანი იძულებული გახდა, რომ თავისი თავდასხმის გეგმა მთლიანად შეეცვალა. და როცა მებრძოლს გეგმა ეშლება, იქ იწყება მისი დაშლა. ახლა დაუბრუნდეთ ალექსანდრეს სტრაიკინგს. ეს არის ის ასპექტი, რომელსაც სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბოლო პერიოდში. ბევრს გონია, რომ ტოპურია მხოლოდ გრაპლერია, მაგრამ მისი ბოლო ბრძოლები აჩვენებს, რომ ალექსანდრე უკვე გადასულია იმ ეტაპზე, სადაც ფეხზე ბრძოლით იგებს სივცეს, ქულებს და მოწინააღმდეგის ნდოდასაც ართმევს. მისი მარცხენა ჯები განსაკუთრებით ეფექტურია, იმიტომ რომ იგი არ იყენებს ზედმეტ მოძრაობას. დარტყმა პირდაპირი, წვრილი და შხამიანია. სწორედ ამიტომაც ახერხებს მეტოქის დამარცხებას მანამდე, სანამ ის თვითონ დაიწყებს სერიოზულ კომბინაციებს. ამოცანა ასათია: დაიპყრო დისტანცია, გააკონტროლო ცენტრი და აიძულო მოწინააღმდეგე, რომ უფრო უხეში გახდეს. თუ მებრძოლი უხეშდება, ის გახსნილია. გახსნილი მებრძოლი კი არის ალექსანდრეს იდეალური სამიზნე. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ტოპურიას ფეხის მოძრაობა. მისი ფუტვერკი არაა თეატრალური ან ზედმეტად გამოკვეთილი, არამედ ზუსტად იმდენია, რამდენიც საჭიროა. ის ყოველთვის დგას იმ კუთხეში, სადაც მეტოქის დარტყმა გამოდის ნულოვანი ეფექტიანობით, ხოლო თავისი შეტევა მაქსიმალური ზიანით. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ალმახანის სწრაფეული მძლავრი კომბინაციებმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან მიზანს. როდესაც საუბარია ალექსანდრეს მომავალზე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი კუთხე: ჰამზატ ჩიმაევი და ჰავი კლიმენი. ეს ორი ადამიანი განსხვავებულ მიმართულებებს აძლევს ტოპურიას განვითარებას. ჩიმაევი მას აძლიერებს როგორც მებრძოლს, რომელიც არ კითხულობს, რამდენად მძიმეა წინსმდგომი მებრძოლი, ის უბრალოდ გადაულის. ხოლო კლიმენი ალექსანდრეს აძლევს ტექნიკურ სიწვისტეს, სტრატეგიას და ცივ სუნთქვას. ეს ორი თვისება ერთად ქმნის ისეთ მებრძოლს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სტილის მორგება და სწორედ ამიტომ ხდება ტოპურია უფრო და უფრო საშიში. ახლა გადავიდეთ ყველაზე საჭიროებო კითხვაზე. რა ელის ალექსანდრეს ნეგდე? UFC-ს მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი კატეგორიები სავსეა ძლიერებით. სტრაიკერები, რომლებიც ერთი დარტყმით ასმევენ ყველას, გრაპლერები, რომლებიც ასალთზე იჭერენ მოწინააღმდეგეს პირმიწამდე და ჰიბრიდები, რომელთა სტილი იდეალურადაა დაბალანსებული. ტოპურია, მიუხედავად მისი შთამბეჭდავი აქტივობისა, ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისშია ამ დივიზიებში. მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მას უკვე გააჩნია სტილი, რომელიც განსხვავდება სხვებისგან. ის არ ცდილობს გახდეს მხოლოდ დარტყმის მებრძოლი ან მხოლოდ მოჭიდავე. ის არის გამაყუჩებელი წნევა, რომელიც ყველა ასპექტში ერთდროულად მუშაობს: სივრცის წართმევა, ტემპის კონტროლი და მოწინააღმდეგეს შეცდომაზე დამიზნება. ბევრის ფიქრით ალექსანდრეს დიდი გამოცდა იქნება ისეთი ოპონენტი, რომელსაც აქვს მძაფრი სარტყლის ძალა და ძალიან მაღალი ტაქტიკური IQ. მებრძოლი, რომელიც არ დანებდება წნევას და თავად აიძულებს ტოპურიას, რომ მის ტემპს მოერგოს. და სწორედ ასეთი დაპირისპირებები გახდება მომავალი წლების მთავარი გამოცდა. არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც ანალიტიკოსები ჩუმად უსვამენ თავს, მაგრამ მისი გაცხადება ხშირად ერიდებათ. კითხვა, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო ალექსანდრეს კარიერას, არამედ მის დაზვერვასაც UFC-ს ელიტაში. შეუძლებს კი ალექსანდრე ტოპურიას თავისი ტექნიკური სიცივე და ფსიქოლოგიური სიმშვიდე შეინარჩუნოს მაშინ, როდესაც პირველად შეხვდება ისეთი დონის მეტერს, რომელსაც არც ერთი სივრცე ეშინია. და რას გააკეთებს ტოპურია, როცა ბრძოლა ბოლომდე იქამდე მივა, სადაც ერთი შეცდომა მთელ კარიერას გადაწვანის.